პრემიერის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დაიწყო. ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი უნგრელ კოლეგას შეხვდა. აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებზე. უკვე ხვალ საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოვა მემარჯვენე ლიდერების ყოველწლიურ შეკრებაზე. მსოფლიო კონსერვატიული ქმედებების კონფერენციას ბუდაპეშტი უკვე მეოთხედ მასპინძლობს. ღონისძიებას ვიქტორ ორბანი გახსნის, პოლიტიკური ლიდერების მსჯელობის მთავარი თემა კი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ შეცვლილი მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგი იქნება. ბუდაპეშტში იმყოფება საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც. მოამბე უნგრეთიდან პრემიერის ვიზიტს თამარ ციკლაური აშუქებს. საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა, წარმატებული ურთიერთობა არის ის მთავარი საკითხი, რაზეც უნგრეთში ვიზიტის დაწყებისას უკვე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან. ცოტა ხნის წინ დასრულდა ეს შეხვედრა და ვიქტორ ორბანმა ირაკლი კობახიძეს უმასპინძლა და გამართა შეხვედრა იმ კონფერენციის ფარგლებში, რომელიც უნგრეთში ხვალ აიღებს სტარტს და ეს არის კონსერვატორული პოლიტიკის მოქმედების კონფერენცია. თავად შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ვიქტორ ორბანს იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც გამოხატავს უნგრეთი საქართველოს მიმართ ღიად საჯაროდ, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით. რაც შეეხება უკვე კონფერენციას, რომელსაც უნგრეთი უკვე მეოთხედ მასპინძლობს, მეოთხე წელია მასპინძლობს, ეს არის კონსერვატორული პოლიტიკის მოქმედების კონფერენცია, სადაც იკრიბებიან სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, იმ იდეოლოგიის მატარებლები, რომელიც არის სწორედ კონსერვატორული, რომელსაც წარმოადგენს სწორედ კონსერვატორული იდეოლოგია. მათ შორის არიან პოლიტიკოსები, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, ექსპერტები და ისინი იმსჯელებენ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის მაგალითად ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება და დაცვა, მიგრაციის შეზღუდვა და ეროვნული სუვერენიტეტის გაძლიერება, გენდერული იდეოლოგიის წინააღმდეგობა, ქრისტიანული ფასეულობების გაძლიერება, დასავლური ცივილიზაციის გადარჩენა. ხვალ ამ კონფერენციას გახსნის სწორედ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და ხვალ არის დაგეგმილი, რომ შეკრებილ პოლიტიკოსებს, ლიდერებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც. ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. განვიხილეთ საქართველოს-უნგრეთს შორის მზარდი პარტნიორობა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას. საქართველოს ტრადიციულად მონაწილეობს ამ ღონისძიებაში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონფერენცია ევროპაში, განსაკუთრებით გამოხატული თანხმდით ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან, იმ პოლიტიკასთან, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ატარებს და ამ თვალსაზრისით სწორედ ეს ხაზი ევროპაში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა სწორედ იმ ფასეულობების გასაჟღერებლად კიდევ ერთხელ და გასაძლიერებლად, რასაც ემსახურება სწორედ კონსერვატიული მიმართულებები, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ევროპაში არის ნამდვილად ის გამოწვევები, რომელიც უკავშირდება სწორედ ამ ფასეულობების დაცვას და აქედან გამომდინარე ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელსაც საქართველოს იყენებს აქტიურად. პატრიოტების ეპოქა უკვე აქ არის, ეს არის მთავარი სლოგანი, რომლის გარშემოც გაერთიანდნენ წელს 2025 წელს კონსერვატორული პოლიტიკის მოქმედების კონფერენციაზე ის პოლიტიკოსები, ლიდერები, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, ექსპერტები უნგრეთში და ღონისძიებას ამ კონფერენციას, როგორც უკვე გითხარით, გახსნის ხვალ ვიქტორ ორბანი და ეს კონფერენცია 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.